ხელფასები გერმანიაში. რას ნიშნავს გერმანიაში რომ კონდეს ხელფასი, როგორ უნდა გამოითვალო ხელფასი, რას ნიშნავს ხელშეკრულების დროს, როცა გეუბნებიან ხელფასი ამდენი გექნება და სინამდვილეში ბანკში გადმოგირიცხავენ ცოტას, რა თქმა უნდა ვიცით რომ ეს დაკავშირებულია გადასახადებთან და რატომ ვერ ხვდება ბევრი ადამიანი ამ ხელფასის ამონაწევს, რატო იხდიან ამდენ გადასახადებს და სად მიდის ესეთი გადასახადები. ესე იგი, ხალხი უნდა ჯამაათნო ძვირფასო პუბლიკა ხელფასები გერმანიაში. მოდით განვიხილოთ უბრალო ხელფასი, ავიღოთ 3000 евро. 3000 евро ეს უბრალოდ ხელფასი არ არის, როცა ხელშეკრულებას დადე ფირმასთან და გეუბნება რომ 3000 евро გექნება ხელფასი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ 3000 ევროს ჩაიდებ ჯიბეში. ან გადმოგერიცხება ბანკში, რა თქმა უნდა არა. არის მრავალი გადასახადი და მრავალი ნიუანსი. ამიტომაც, როცა ვიღებთ 3000 ევროს, ამას გააჩნია რომელ მიწაზე ვცხოვრ. ავიღოთ NRV, Nordrhein-Westfalen. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ არის სხვადასხვა გადასახადები სხვადასხვა მიწაზე განსხვავებული. ეს ესეა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არის, რომ საეკლესიო გადასახადს, ასე ვთქვათ, Kirchensteuer გადაიხდი ცოტა ნაკლებს ადამიანი თუ სხვა მიწაზე ცხოვრობს, მაგალითად Bayern. პირველი გადასახადი ეს არის ბეგარა. ან არ ვიცი როგორ თქვა ქართულად, ნალოგი. რომ ეს უბრალოდ არის ვინც მუშაობს, არის გადასახადი იმისთვის, რომ შენ მუშაობ, შენ გაქვს რამე შემოსავალი და როცა შემოსავალი გაქვს, უნდა გადაიხადო ბეგარა, მაგის ნალოგი, ასე ვთქვათ. როცა 3000 ევროზე მივდივართ, მან გვაქვს ნალოგების შემთხვევაში Lohnsteuer-Tabelle, ქვია ასეთი, საცა შეუძლია ადამიანს შევიდეს ინტერნეტში და ნახოს ეს Lohnsteuer-Tabelle, საცა ჩამოწერილია ამდენი ხელფასის დროს, რამდენი იქნება ხელფასიდან დაკავშირებული ბეგარა. ბეგარა ესე იგი მარტო ნალოგი, სხვა არაფერი. და თუ 3000 ევროს შევხედავთ ამ ცხრილზე, ასე ვთქვათ, იქნება 300 евро და 33 ცენტი. ეს არის ბეგარა 3000 ევროზე. რომელ ადამიანსაც აქვს Steuerklasse 1. ბევრმა იცის, ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, მაგრამ გერმანიაში არის 6 Steuerklasse. და ჩვენ განვიხილავთ, რომ ბევრი Steuerklasse-ები არ მოვიცვათ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და სხვადასხვა Steuerklasse, სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე ეძლევა, ენიჭება ადამიანს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება შეცვალო. ეს იქიდან გამომდინარე, რომ რომელი Steuerklasse აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებ, ან მით უფრო მეტ Steuer ან ნალოგს იხდის ადამიანი. ესე იგი, კიდევ ერთხელ, 3000 евро მიწა NRV, Steuerklasse 1, ადამიანი იხდის ნალოგს, მარტო ბეგარას ჩვენ შემთხვევაში 2026 წელს Steuer tabelედან გამომდინარე 300 евро 33 ცენტი. ამას ემატება კიდევ საეკლესიო ნალოგი, როცა ვინმე დარეგისტრირებულია ევანგელისტურ ან კათოლიკურ ეკლესიაში, ისინი იხდიან ნალოგებს. და ამ შემთხვევაში 3000 ევროდან იქნება 24 евро და 2 ცენტი. თლიანად ნალოგები, ესე იგი Steuer, იქნება 324 евро და 35 ცენტი. ეხლა გადავიდეთ ცოტა უფრო რთულ საკითხებზე, რომელიც შეეხება სოციალურ გადასახადებს. რა არის სოციალური გადასახადები? სოციალური გადასახადები არის ეს 4, რომელიც შეეხება თვითონ დასაქმებულს, ეს არის ჯანმრთელობის დაცვის გადასახადი, ეს არის საპენსიო გადასახადი, ეს არის როცა ადამიანი სამუშაოს დაკარგავს და წინასწარ იხდის მაგისთვის, რომ იმ დროს როცა არ მუშაობს, რომ კონდეს თავის სარჩენის საშუალება და მოვლის გადასახადი სიბერეში. მანდამდე მივალთ. შევეხოთ ჯერ Krankenversicherung, რომ ეგ არის ჯანმრთელობის დაცვის გადასახადი. არის ბევრი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აზღვევენ, მე შევეხები AOKAS, რომელიც ძალიან ცნობილია აქ.
3000 ევროზე ჯანმრთელობის დაცვის გადასახადი 2026 წელს მარტო AOKAS აქვს 14.6%. ესე იგი 3000 ევროდან ვიანგარიშებთ, რომ გამოვაკლებთ 14.6%. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგ შეიძლება კონდეს 13.7, ზოგ შეიძლება კონდეს 14.2 და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება კიდე დამატებითი გადასახადი. თვითონ ეს სადაზღვევო კომპანია აზღვევს თავის თავს, ესე უხეშად რო ვთქვათ, რომ 14.6% ეგ იმას იძახიან, რომ თქვენ როცა იხდით ამას, ჩვენ გაზღვევთ თქვენ, მაგრამ ჩვენც გვინდა ფული იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ გადასახადები გვაქვს, შუქის გადასახადი გვაქვს, იქ დამლაგებელი მოდის, 1000-ნაირი გადასახადი გვაქვს და ამიტომ ჩვენც კიდე ცალკე გვინდა ეს პროცენტი. მართალია ეს ყველაფერი ერთმანეთშია შეზავებული, მაგრამ ასე იძახიან. ესე იგი 14.6%-ს მიუმატოთ დამატებითი დაზღვევა 3.29%, ჯამში გვეძლება 17.99%. 3000 ევროდან 17.99% ეს არის 536 евро და 70 ცენტი. რას ნიშნავს ეს თანხა ჩვენთვის? ეს არის ის თანხა, რომელიც ადამიანი უნდა იყოს დაზღვეული ერთი თვის განმავლობაში, რომელიც 3000 евро ხელფას იღებს. ამ 536 евро და 70 ცენტიდან 50%-ს იხდის დამსაქმებელი და 50%-ს იხდის დასაქმებული. ორათაა გაყოფილი, შუაზეა გაყოფილი. ამიტომ ნახევარი ამ თანხიდან, რომელიც თვითონ ადამიანმა უნდა გადაიხადოს, რომელიც მუშაობს, არის 268 евро და 35 ცენტი. ესე იგი, ჯანმრთელობის დაზღვევა გამოვიანგარიშეთ. გადავედით შემდეგზე, საპენსიო დაზღვევა. საპენსიო დაზღვევა არის 18.6%. იგივე ფორმულა 3000 ევროდან 18.6% გამოვაკლოთ, იქნება 558 евро. ამასაც გავყოფთ შუაზე და გვექნება 269 евро. იგივე იქნება სამუშაოს დაკარგვის წინასწარი დაზღვევაც 2.6%. 3000 ევროდან ეს იქნება 78 და თუ შუაზე გავყოფთ, ეს იქნება 29. გადავედით ყველა საინტერესო, ეს არის Pflegeversicherung. რატოა საინტერესო? ეს არის 3.6% 3000 ევროდან და გვაქვს 108 евро. ამას გავყოფთ შუაზე და გვექნება 54 евро. საინტერესო იმ შემთხვევაშია, რომ ეს არის როცა ადამიანს არ ყავს შვილი. თუ შვილები ყავს, რაც უფრო ბევრი შვილი ყავს, მე მგონი 4 შვილამდე თუ 5 შვილამდე, ეს ნახევარი გადასახადი, რომელიც თვითონ უნდა გადაიხადოს დასაქმებულმა, ეს უფრო ნაკლებს და ნაკლებს იხდის. ლოგიკა იმაშია, რომ სახელმწიფო იძახის, თუ შვილი არ ყავს, როცა დაბერდები, გახდები ჩვენი მოსავლელი. ამიტომ ჩვენ ვიზღვევთ წინასწარ თავს, იქიდან რომ მომვლელი თუ არ გეყოლება, ჩვენ რაღაცნაირად მოგივლით. გააჩნია რამდენს დააგროვებ, რაც უფრო ბევრს დააგროვებ ასეთ დაზღვევას, სიბერეში შეიძლება რომ უფრო კარგი მოვლა შეგხვდეს. მაგრამ თუ ბავშვები ყავს, ამას ცოტა სიხდი. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები მოგივლიან, ან ბავშვები ნაწილობრივ მოგივლიან. მაგრამ ეგეც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები ალბათ კარგად აღზარდე, ჩაუნერგე მშობლებისა და უფროსების პატივისცემა, რომ სიბერეში მშობლებს უნდა მოუვარონ და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება როცა ადამიანს შვილები ყავს, მაგრამ სიბერეში შვილები მაინც არ მოუვლიან. ეგეც შეიძლება იყოს. ამიტომ სადაზღვევო კომპანია თვითონ თავს იზღვევს წინასწარ, რომ ასეც და ისეც ყველა ვარიანტში უნდა 10 შვილიც რო ყავდეს, მაინც იხდი ასეთ დაზღვევას. მაგრამ რაც უფრო ბევრი შვილი ყავს, მე მგონი 5 შვილამდე, მით უფრო ნაკლებს იხდი. ესე იგი, ჯანმრთელობის დაზღვევა 268 და
35 ცენტი, საპენსიო დაზღვევა 279 евро, სამუშაოს დაკარგვის დაზღვევა 39 евро, სიბერეში მოვლის დაზღვევა 54 евро. ჯამში გვაქვს 640 евро და 35 ცენტი. ესე იგი, რომ შევაჯამოთ, რამდენი მიდის გადასახადებში. ბეგარა ნალოგები, როგორც თქვით, ეს არის 324 евро და 35 ცენტი. ამას ემატება სოციალური გადასახადები, ეს არის 640 евро და 35 ცენტი და მთლიანობაში გადასახადები გამოდის 964 евро და 70 ცენტი. ეხლა გამოვაკლოთ 3000 ევროს 964 евро და 70 ცენტი და მივიღებთ 2035 ევროს და 30 ცენტს. საბოლოო ჯამში ადამიანს, რომელიც 3000 ევროს იღებს ხელფას, რომელიც ცხოვრობს ენერვი მიწაზე, შტოერ კლას აქვს 1 და ბავშვები არ აყავს, საბოლოო ჯამში რჩება 2035 евро და 30 ცენტი. რა თქმა უნდა, ეს არის ცოტა ისეთი უხეში გამოანგარიშება, კიდევ ბევრი წვრილმანები შეიძლება იყოს ამაში ჩამატებული ან ამოღებული. და ზუსტად ეს თანხა 2035 евро და 30 ცენტი არის ის თანხა, რომელიც ადამიანს გადმოერიცხება უკვე ბანკში. ესე იგი 3000 ევროდან გადასახადები გაისტუმრა, ეს არის აუცილებელი გადასახადები, რომელსაც თავს ვერ აარიდებ და რჩება ბოლოს ადამიანს 2000 ევრომდე. დავამრგვალოთ და იქნება 2000 евро. და ზუსტად აქ არის ამ 2000 ევროთი დაიწყებს ცხოვრებას ადამიანი, რომ უნდა გადაიხადოს ქირა, დენი, წყალი, გათბობა, ნაგავი, თუ მანქანა ყავს, მანქანის დაზღვევა, მანქანის ბეგარა, მანქანის ნალოგი, ასე ვთქვათ, თავი უნდა ირჩინოს საჭმლით, ინტერნეტი, ტელეფონი და ასე შემდეგ უამრავი რამ, რომელიც მოდის და ადამიანს ეს შეიძლება ეყოს, შეიძლება არ ეყოს. საქმე იმაშია, რომ ეს არის 3000 евро, როდესაც ადამიანს აქვს ხელფასი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ გაიღვიძა, რომ ეხლა მე მინდა მუშაობა და 3000 евро მექნება ხელფასი. ეს არის ისეთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია მუშაობენ რომელიმე სამუშაოზე და აიმაღლეს კვალიფიკაცია. ვინმეს უბრალოდ 3000 евро ხელფასი არ ექნება. შეიძლება ვიღაცას კონდეს 500 евро ხელფასი, შეიძლება 1000 евро კონდეს, მით უმეტეს დამწყებებისთვის, 1500 евро ხელფასი, 2000 евро ხელფასი, 2500 евро ხელფასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმოვიდგინოთ ის კატეგორია ადამიანები, რომლებიც დაბალ ხელფასზე ცხოვრობენ, ვისაც 2000 евро აქვს ხელფასი, 1500 евро აქვს ხელფასი ან 2500 евро აქვს ხელფასი, რამდენი აქვს გადასახადები, მით უმეტეს თუ ორივე მეუღლე მუშაობს ან ბავშვებიც ყავთ, რა თქმა უნდა ბავშვებს ცალკე დახმარება აქვთ, მაგრამ ეს დახმარება ცალკე ხელფასიდან იქითება, რომ ამ ბავშვებს დახმარება ქონდეთ, ეს უფრო ჩახლართული სიტუაცია, შეგვიძლია ამაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ, შეგვიძლია იმ თემაზე ვისაუბროთ ცალკე, ასეთი ხელფასიდან რამდენს აიღებს ადამიანი პენსიას და როცა პენსიას გულისხმობდნენ, რომ ადამიანს მაგალითად 1000 евро აქვს პენსია, 1200 евро ან 1500 евро აქვს პენსია, რას ნიშნავს, რომ ადამიანს უკვე ჯიბეში გადმოერიცხება 1500 евро პენსია, ან 1000 евро პენსია, ზოგს 700 евро აქვს პენსია, ზოგს 500 евро აქვს პენსია. და წარმოვიდგინოთ, რომ ეს პენსიაც არის ბრუტო, არ არის სუფთა პენსია. როცა პენსია დაინიშნება ადამიანს, ამ პენსიიდანაც არის ბეგარა. რომ ეს პენსიაც ითვლება შემოსავლად და ეს პენსიაც უნდა დაიბეგროს და ადამიანს, როცა ადამიანი, რომელიც პენსიაშია უკვე და სხვა წყარო შემოსავალი არ აქვს, რა უნდა გას ისეთ შემთხვევაში, როცა გათბობა გაძვირდება, როცა საკვები გაძვირდება, როცა გადასახადები გაძვირდება და პენსია არ აიწევს მაღლა. რა უნდა ქნას მაგ შემთხვევაში ადამიანმა. რა თქმა უნდა, ბევრი ნიუანსებია, პენსიებზე კიდე ცალკე თემაა გასაკეთებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები, თუ როგორ უნდა გამოიანგარიშო ხელფასი, ან რა ნიუანსებია კიდე ხელფასის გამოანგარიშების დროს, ან რას ნიშნავს ბრუტო, ნეტო,
რომ ხელშეკრულებას ადამიანი დებს ბრუტო ხელფასზე და სინამდვილეში იღებს ნეტო ხელფასს, ან უფრო ნაკლებს ვიდრე ნეტო ხელფასი, რატომ ხდება ეს? შეგიძლიათ მომწეროთ, შეძლების დაგვარად გიპასუხებთ. შევხვდებით მომავალში.